მედიის ადვოკატების კოალიციის ხელმძღვანელი მამუკა ანტღულაძე ჩვენი გადაცემის სტუმარია. გთხოვთ საღამომშვიდობისა, თუ შეიძლება. აი ჩვენ უკვე ცოტა აქეთ თუ შეიძლება. ჩვენ უკვე მოგვივიდა დოკუმენტი იმის შესახებ რა არ უნდა ვთქვათ. მოდი დავიწყოთ თავდაპირველად ზოგადი შეფასებით, ახლა ჩვენ შესავალი გავაკეთეთ. რას გამოიწვევს ეს კანონი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს და ყოველთვის მე განსაკუთრებით ნოემბრის მერე სოლიდარობას და მადლობას გიხდით, რომ ახორციელებთ თქვენს პროფესიულ მოვალეობას და ყველა ნებისმიერ დამოუკიდებელი მედია. საქართველოში ამ თულ დროს რეალურად მედიის გაჩუმება ნიშნავს ქართველი ხალხის ხმის გაჩუმებას. ეს არამხოლოდ რაღაც ილუზიურ წარმოდგენა არ უნდა ქონდეს, რომ პოლიტიკურ თემაზე ვეღარ ისაუბრებს ადამიანი, აქციაზე ვერ გავა, პოსტს ვერ დაწერს, ჟურნალისტ ინტერვიუს ვერ მისცემს და ასე შემდეგ. რიგით საყოფაცხოვრო დონეზე სოფელში ხიდი არ გაქვს, წყალი არ გაქვს, უნივერსიტეტში პრობლემა გაქვს, სკოლაში პრობლემა გაქვს და ყველამ გადასარევად ვიცით, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ საზოგადოების პრობლემა მოაგვაროს. ვერ მიიტან თქვენს ხმას. თოლში მარტო რო იყო დარჩენილი, კვდებოდეთ მშიერი მწყურვალი. ეს ხო არ არის ისა ფაქტი, რაღაცა გამოგონილი ამბავი, რეალური ისტორიებზე დაფუძნებული, ვეღარ გააგონებთ მოსახლეობას ხმას. უბრალოდ იქნება, აი შესავალშიც როგორც ისაუბრეთ, რას გვიგრძალავენ? რაც მათ არ მოსწონთ. არ მოსწონთ, რომ უნდა იყვნენ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულები, არ მოსწონთ, რომ ხელისუფლება უნდა დათმონ და უნდათ, რომ როგორც პროპაგანდა მედია აშუქებს, ისე წარმოაჩინონ ქვეყანა და არ ისაუბრონ იმ რეალურ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომლის წინაშე ქართული საზოგადოება. მოდი გავყვეთ ეტაპებს, სადამდე მივალთ. აი ამით აი ფორმულას უკვე მოვიდა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მხოლოდ ფორმულას არა, მივიდა ეს დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილი არაზე არ უნდა ილაპარაკოთ, თუმცა ამ კანონში არის კიდევ ისეთი მძიმე მუხლები, რაც პრაქტიკულად მუშაობას ხდის შეუძლებელს. საზოგადოებრივ პოლიტიკურ საავტორო გადაცემებს იმდენად ზღუდავს, რომ შეუძლებელია მართლაც მიიტანო მაყურებლამდე რამე სათქმელი. აი ამ ეტაპების გავლას თქვენი აზრით როგორ აპირებს ამ კანონის მიხედვით რეჟიმი? ჩვენ მყავს არაერთი სანქცირებული საჯარო მოხელე, ბიზნესმენი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში საჩივარი არის თქვენ წინააღმდეგ შეტანილი სანქცირებული კახი ბექაურის კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაში და საზოგადოებას შევახსენებ, რომ იცის, მაგრამ მაინც ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის დირექტორი იყო, მისი მოადგილე გაგიკვირდება და ვასილ მაღლაფერიძე არის, რომელიც ასევე მის მიმართ არის მოთხოვნა სანქციისა, იგივე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისა. როგორ წარმოიდგინოთ რა და როგორ არის ეს არის ჩამონათვალი, ეს ჩვეულებრივი რუსული როსკომნაძორად უნდა ქართულ ოცნებას ეს ჩამოყალიბდეს, აქ ეს სიტყვები იქნება, რაც მისთვის მიუღებელია, თქვათ რეჟიმი და ასე შემდეგ, ნუ ქებადიდება რა თქმა უნდა არაკლია პროპაგანდისტულ მედიაში და თუ თქვენ აყვებით პირიქით არ იტყვის ეს შეფასება არისო, ეს ნამდვილად ფაქტია და საკები არ არისო, საკები არისო ეს ადამიანიო, თუმცა აქ არის რომ უნდა შემოაქვთ სარჩელი, თან კობახიძის ხელმოწერით არის პირდაპირ. და მინდობილი პირი. რაც გამიკვირდება თქო თვითონაც ასე გახაზა რაც მოსწონს და რაც არ მოსწონს, მაგრამ ეს არის სურვილი რომ ქართულმა მედია, ქართულმა საზოგადოებამ არ ისაუბროს იმ რეალურად რაც არის, ეს არის რეჟიმი, არცევნები არის მიტაცებული, რეჟიმს ყავს პატიმრები, ჩვენ ყავს 50 სინდისის პატიმარი, ჩვენ ყავს მზიამაღლობელი ციხეში ახალგაზრდები, დღეს განაჩენი იქნა გამოტანილი. ამ პრობლემებზე რო არ უნდა ისაუბროს. და ჩვენ ვერ უნდა ვუწოდოთ მათ რეჟიმის პატიმარი, აი მაგალითად მზია ამაღლობელს ვერ უნდა ვუწოდოთ რეჟიმის პატიმარი და უბრალოდ ვთქვათ, რომ მზია ამაღლობელი არის პატიმარი, აი სიტყვების დონეზე თუ დავალთ, მაგრამ აი აქ არის, აი მაგალითად ერთ ფრაზას წავიკითხავ მაყურებლისთვის. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის საზოგადოებრივი რელიგიური გაერთიანების და სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. წერია ამ კანონში. ანუ პოლიტიკური პარტიის მიმართ საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა არის დაუშვებელია, გვეუბნებიან. ეს რეალურად მაუწყებელთა ქსელის კოდექსიდან არის გადმოტანილი, ჯერ კიდევ 2009 წელს არის მიღებული, ოღონდ მაშინ მაუწყებლებს, ანუ თანარეგულირების, თვითრეგულირების ფარგლებში უნდა ყოფილიყო ახილული კომისიას არ ქონდა უფლება ჩარეულიყო და წლების განმავლობაში რომ საუბრობდით, კი, მედიას აქვს პრობლემები, მედიას აქვს გამოწვევები, არის პოლარიზებული გარემო, მაგრამ კანონმდებლობა გვაქვს, კარგი. დღეს კანონმდებლობა გვაქვს. კატასტროფა
უბრალოდ ეს რეალურად თქვენს წინააღმდეგობის საზოგადოებაში შემოდის. აი თუ კი ნებისმიერ საკითხზე ჩვენ ამაზე საუბრობდით თქვენს ეთერში, უბრალოდ ამ თემასთან ერთად დარწმუნებული ვარ დღის საღამოს განმავლობაში და სხვა ეთერშიც გაიმეორებთ, რომ არა მარტო ეს თქვათ, რაც არ მოსულს პრორუსულ პოლიტიკური რეჟიმი იქნება ოცნების მიერ შავსიაში შეყვანილი და ასე შემდეგ, სხვა საკითხებიც, ანუ არ წარმოიდგინოს საზოგადოება, რომ მარტო ამ შემთხვევაში თქვენი როგორც ჟურნალისტის უფლება შეიზღუდება, თქვენ საუბრობთ ხალხის პრობლემებზე. იმათ თემებზე, ანუ ეს სია დაუმთავრებელი იქნება. როგორც როსკომნაძორს არ აქვს ამ უწურავი სია, რაზე არ უნდა ისაუბროს რუსეთის პუტინის ხელისუფლების დროს, ანალოგიური უნდათ მათ. დიახ, ან რატო გავუსვი ახლა ამას ხაზზე? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა კონტექსტში მოქმედებს კანონი, ხო? აი თვით რეგულირების შემთხვევაში ჩვენ ამას განვიხილავდით და ვიტყოდით ან მომჩივანი გვეყოლებოდა, ან ქარტია, ან აქ ლაპარაკი არის, რომ სახელმწიფო რეჟიმი შემოდის შინაარსში. მან უნდა გადაწყვიტოს იმ პირობებში, როდესაც უსამართლო ამ არეგულირებელი კომისია ვიცით რაც არის. ანუ წარმოუდგენელია, ყველაფერზე შეიძლება მოგედავოს და ისეთ ფინანსურ მდგომარეობაში ჩაგაყენოს, რომ ტელევიზია უბრალოდ არსებობა შეწყვიტოს. ჯერ კიდევ, როდესაც საქართველოს ზეიმობდა 23-ში კანდიდატის სტატუსის მიღებას, ეს არის საკითხი, იგივე როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობა, ოკუპაციის საკითხები, სადაც არ არსებობს პოლარიზებული თემა, პოლარიზებული სფერო, მაშინაც კი ღია და პირდაპირ უნდა თქვა, რომ მედიის საკითხი არის მოსაგვარებელი, ანუ ის პრობლემების ძალადობა, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ არის, მიმართული უნდა იყოს გამოძიებული ანალოგიურად მარეგულირებელსაც იყოს საუბარი. ჩვენ ეს დავა უნდა განიხილოს დასანქცირებულმა კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარემ. ამას გულისხმობს სწორედ კონტექსტში. ნებისმიერი კარგი კანონიც კი არის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს, თუ კი ეს ხალხია აღმასრულებელი. ანუ მიტაცებულია ყველა სახელმწიფო უწყება. ანუ ქვეყნებში, სადაც არის კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, დასავლეთ ევროპული სახელმწიფოები გეუბნება, რომ შენ ხარ მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები, არჩევნები არის გაყალბებული და პოლიტპატიმრები ყავს. საბჭოთა კავშირის რეალობის შექმნა უნდა აქვს. და იგივე თქვა კომუნიკაციის ეროვნულ კომისიამ და გაცნობიეროს, რომ ის სანქციების რაოდენობას ყველა შეხედავს ამას, არა მარტო ბექაურის მიმართ, არამედ სხვას მიმართაც იქნება გამოყენებული და ეს რეალობა მათ რო უნდათ შექმნან არ არის, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი აქ არის მოსახლეობის ნება და სურვილი და ხმა. და თქვენ აი ჩამონათვალი გავუშვათ კიდევ ერთხელ თუ შეიძლება. ანუ ის რაც არის ჩამონათვალი გავუშვათ თეთრით შავზე. დიახ. ის რაც ჩვენ გვყავს რეალურად სინდისის პატიმრები, ბავშვები, ახალგაზრდები, სტუდენტები, პროფესიონალები, ანუ თავი აი შეხედეთ ერთი მეორეზე უკეთესი ადამიანები არიან. აი ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის და ხელმძღვანელი და ზოგადად კომისია არ ვთქვათ, ანუ გვიგზალავენ ამის თქვას ოლიგარქის ბიზნეს პარტნიორი. ანუ ბიძინა ივანიშვილზე არ უნდა ვთქვათ, რომ ოლიგარქია, ამას გვეუბნებიან რეალურად და კიდევ ერთი საკითხია აქ, რადგან მედიის კუთხითაც ძალიან საინტერესოა ეს. პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე, კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმა საშუალებად, რომელიც არ მონაწილეობენ პროგრამაში. ახლა რატო ვამბობ ამას? ქართული ოცნების წარმომადგენლები წლებია არ დადიან გადაცემებში, ხომ? და მოვიდა სხვა სტუმარი და ის რაღაც კრიტიკულს ამბობს ქართულ ოცნებაზე. აი მაგალითად თქვენ. ასეთ შემთხვევაში ქართული ოცნება არ მოდის. ანუ ამ კანონის გამოყენება შეუძლია მაუწყებლის წინააღმდეგ რეჟიმს, ასე არ გამოდის? მოდი როგორ გითხრათ, წესით არ უნდა გამოიყენოს, მაგრამ რეალურად ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც რეჟიმი უფრთხის ეშინია თავისი მოქალაქეების. ანუ გააქვს შესაძლებლობა დააფიქსიროს შენი პოზიცია, მიხვიდე მედიაში, რომელსაც შენს მიმართ შენივე განცხადებით აქვს, თქვა, კრიტიკული დამოკიდებულება და დაიმტკიცე შენი სიმართლე. ანუ თუ შენ არ ხარ შენი მოსახლეობის შეშინებული, შენ თუ არ ხარ შიშარ, რატო ემალები? ჯერ კიდევ რუსული კანონის ამ პირველი რაუნდიდან დაწყებამდე ასე შემდეგ, როდესაც კოალიცია და თქვენ და კოლეგები საუბრობდით პრობლემაზე, ერთ-ერთი უმთავრესი იყო მათ შორის ბოიკოტი. ანუ ქართული ოცნება თავის მოსახლეობას არ ესაუბრება. ის ესაუბრება პროპაგანდისტული მედიით და უნება ეს არის საკითხები. პირველ რიგში ეს არის უპასუხისმგებლობა, შეურაცხყოფა საკუთარი ამორჩევის, რომელსაც
არ ესაუბრება იმ პრობლემებზე, რომელიც მას აქვს. ის ფასების ზრდა იქნება, იმიგრაცია იქნება. არ უნდა, არ აქვს პასუხი და არ ესაუბრება და თან ჩვენს გვეუბნება, რომ არც ჩვენ არ ვესაუბროთ, ეს არის ამ კანონის. ეს წამოწიეთ ეს საკითხი. კანონი გავალდებულებს თქვენ, რომ იყოთ პლურალისტური. ესე იგი წლებია ეხვეწებით ინდივიდუალურად იმ კომუნიკაციით, პოსტით, მეილით, საჯაროდ არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ამას წეს და ვითომ არ ისმით. ამიტომ ეს თქვათ ყველაფერი არის ასე ვთქვათ არამხოლოდ საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება ჩვენს ჯერ კიდევ კარგ კონსტიტუციას კონსტიტუციის მუხლს რომელიც თქვა გამოხატვის თავისუფლებას შეეხება სიტყვასა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონსაც რომელსაც სამწუხაროდ კარგ მუხლებსაც ცუდ ინტერპრეტაციას უკეთებენ მაგრამ საზოგადოებრივ წარმოიდგინოს როდესაც არის საკითხი კანონიერებას და სამართლიანობას შორის როცა ცუდ კანონს იღებ ის ვერ იქნება სამართლიანი. აი აქ როცა ცუდ კანონს აღასრულებ ის ვერ იქნება სამართლიანი და როდესაც კარგი კანონია, კარგი მუხლი და ბექაურისნაირი, მურუსისნაირი ადამიანები აღასრულებენ, ის ვერანაირად ვერ იქნება სამართლიანი. ის რაც მოვიდა ჩვენთან დოკუმენტის სახით ეს პრეტენზიები, რის გამოც უნდა დაისაჯონ ახლა მაუწყებლები, ეს რაღაცნაირად ფინალური ეტაპია მედიის წინააღმდეგ. არავითარ შემთხვევაში მათი მხრიდან ის რომ თქვა საკუთარ მოსახლეობას არ იცნობენ და საქართველოს მოსახლეობას და კულტურას, ტრადიციებს არ აცნობიერებენ და ის მრავალსაუკუნოვანი შემთხვევით აქამდე არ მოვიდა, ბევრი მაგალითი მოწმობს. ან მათ ილუზია ჰქონდათ, რომ თქვა რაღაცა ფინანსური პრობლემების შექმნით, ამ რუსული კანონის შექმნით, სამოქალაქო სექტორი, მედია ორგანიზაციები გაჩერდებოდნენ, გაჩვენებდნენ. ის რაც წინააღმდეგობა აქვს საზოგადოებას და საზოგადოების მხრიდან მოდის ოცნების მიმართ, ეს არის ზუსტად ის ძალის მომცემი და იმედის მომცემი. შეხედეთ სინდისის პატიმრებს, შეხედეთ ქალბატონ მზიას, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ არ მარტო მზიას, არამედ სინდისის პატიმრების საქმეებს აქტიურად აშუქებთ. ადამიანები არიან ციხეში და იმაზე უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე ქართული ოცნება, რომელიც დაცვით დადის და თავისუფლად ვერ ცუნავს ამ ქვეყანაში. მაგათ არის სურვილი, მაგრამ არის წინააღმდეგობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ და სხვაებიც აი ეს მაინტერესებს, ანუ აი თქვენი როგორც პროფესიონალის რეკომენდაცია რა იქნებოდა ამ შემთხვევაში. აი როგორ უნდა მოიქცეს მაგალითად მედია აი ასეთ ვითარებაში, როცა ასეთ დრაკონულ სამართლებრივად თუ შევხედავთ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას, რომლის თავმჯდომარეც არის დასანქცირებული, როგორც ლიეტუვის, უკრაინის მიერ, ასევე არის ევროპის პარლამენტის რეზოლუციაში, რომ უნდა იყოს დასანქცირებული, ასევე არის თქვა კონგრესში მიღებული დოკუმენტიც, რომ უნდა იყოს დასანქცირებული, სხვა წევრები მათ უნდა გააცნობინოს და თვითონაც ბექაურმა, რომ ამ რეალობაშიც კი ასეთი ცუდი კანონის ფარგლებშიც სხვა ალტერნატივა არ არსებობს გარდა იმისა, რომ მედიებს მიეცეს დამოუკიდებლად საქმიანობა. იგივე როგორც ცალსახად და მკაფიო არის დგებუაძის შემთხვევაშია, ადამიანი იმალება, თანამშრომლებსაც ემალება, მისი ამაღლობელი საქმე იქნება და სხვა მოწმეების, რომ ეს მათ კიდევ უფრო გააშიშვლებს ეს სისტემა კიდევ უფრო გააშიშვლებს და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. და კონტექსტი მედიას უნდა მიეცეს დამოუკიდებლად საქმიანობა. მე ვახსენე კონტექსტი და ეს არ არის ერთადერთი კანონი, თლიან კონტექსტუ მიმოვიხილავთ, ეგრეთ წოდებული ფარა მიიღეს ერთი სიტყვით კანონმდებლობა მთლიანად შექმნეს დრაკონული. ჩვენ მხოლოდ ახლა ასე განცალკევებით არ ვსაუბრობთ. ეს დიახ, კონტექსტ სრულად თუ შევხედავთ, ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ ქართული ოცნების მხრიდან, ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის რუსეთის ოკუპაციის საკითხი ფორმალურად გაფორმებული აქვს. ანუ მათი ხელიდან ქვეყანა არის განწერული. ანუ დოკუმენტურად, სახესაც კი აღარ ინარჩუნებენ ამის. მხოლოდ და მხოლოდ ზუსტად ეს რეალობა არის რთული. ეს რეალობა არის მართლა გამოწვევი, ყავს სინდისის პატიმრები, რთული მდგომარეობა, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ ხალხი ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ხალხი არ იპოვება, იმიტომ რომ შეუძლებელია საკუთარ მომავალზე, ოჯახის მომავალზე, ქვეყნის მომავალზე კომპრომისი გააკეთო. ეს მათი გადასაწყვეტია. უბრალოდ ის აბსოლუტური უმრავლესობა ამას არ ემხრობა და ის ხალხი, ვინც აქტიურად აპროტესტებს, ეს არის მაგალითის მომცემი. ანალოგურად როგორც თქვენ მედია, თქვენ აგრძელებთ საქმიანობას და ეს კომუნიკაციური კომისია უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ცუდი კანონის ფარგლებში არ იქნება შემდგომ შეწყნარება, რომ აი ცუდი კანონი მიიღეს. ცუდი კანონი არ უნდა აღასრულო. უკანონო ბრძანება არ უნდა გასცე ერთია, მაგრამ შენს რო აღასრულებ, შენს პასუხისგებლობა. დიდი მადლობა, მამუკან გულაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.